ჩვენ ვიმყოფებით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სავის ახალ ოფისში, სივრცეში, სადაც კომპანია სულ ცოტა ხნის წინ გადმოვიდა და განაგრძობს გაფართოებულ, კიდევ უფრო განვითარებულ მასშტაბებით ოპერირებას და სავის გეგმებს და მიზნებს აუცილებლად მოვიკითხავთ და შევაჯამებთ წელს, როგორი იყო კომპანიისთვის, თუმცა მანამდე მის დამფუძნებელთან ცოტა სხვა მიმართულებით, უფრო ასე ვთქვათ, ბიზნესის დამფუძნებლის პოზიციიდან გავიგებთ ამ ამბავს ბიზნესის, რომელიც არ უკავშირდება სავის, ეს არის ნატურალური წვენების წარმოება მაისი, რომელსაც სათავეში უდგას მარიამ ქოიავა და მარიამისგან შევიტყობთ ახლა დეტალებს, როგორ ფართოვდება ბიზნესი, რა მასშტაბებზე არიან უკვე გასულები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების თვალსაზრისით. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან. სავის დამფუძნებელიც ხართ და ხართ მაისის დამფუძნებელიც. პირველ რიგში გილოცავთ ამ ახალ სივრცეს და სავიზეც გვექნება დრო, იმედი მაქვს, რომ ვისაუბროთ, თუმცა ძალიან ბევრი სიახლე დაგიგროვდათ მაისის მიმართულებით და არ მინდა რაღაცნაირად ამ თემას გვერდი ავუაროთ. პირველ რიგში მინდა რომ წელი შევაჯამოთ, როგორი იყო 2024 წელი, რა გეგმები შესრულდა, რა სიახლეები წამოგეწიათ ამასობაში, როგორი იყო კომპანიისთვის. გამარჯობა ლიკა, პირველ რიგში მიხარია, რომ თქვენ და BMG-ს გუნდი გვეწვიეთ სავის ოფისში. ეს სივრცე ძალიან მოგწონს და ჩვენთვის ისეთია ახალი და სასიამოვნო, ამიტომ მისი გაზიარება ჩვენს ერთგულ პარტნიორებთან ყოველთვის სასიამოვნოა. მადლობა ინტერესისთვის. პრინციპში ორივე მიმართულებით მაისის კუთხითაც და სავის კუთხითაც 2024 წელი იყო ძალიან საინტერესო. ჰქონდა ბევრი გამოწვევა, თუმცა წელი საკმაოდ დიდი წარმატებებით დავხურეთ ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ვახარებს მაისის წარმატება, იმიტომ რომ მაისი სავისთან შედარებით სტარტაპ ეტაპზეა, თან შეჭიდებული არის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სექტორს საქართველოში, ეს არის წარმოების სექტორი და ამიტომ ძალიან თითოეული, თუნდაც მცირე პროგრესი წარმოების კუთხით პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამით მგონია, რომ კიდევ სხვანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამიტომ მადლობა ინტერესისთვის. მოდი რიცხვებში გავზამოთ სავის დამფუძნებელს, ველაპარაკები ეხლა და ცხადია აი ამ მიმართულებით ძალიან კარგად გესმით რა მნიშვნელობა აქვს მათ შორის აი ბიზნესის შეფასებას, თუნდაც წლის ეფექტიანობის თვალსაზრისით, პროცენტული მაჩვენებლებით გნებავთ, ასე ვთქვათ, ბრუნვის თუ შედეგების რა კრიტერიუმითაც გნებავთ გაზომეთ, უბრალოდ ჩვენთვისაც რომ აღქმადი იყოს, ასე ვთქვათ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც კარგ წელზე გვაქვს ლაპარაკი კომპანიისთვის. როგორც აღნიშნე, მაისი ითვლება ჯერჯერობით სტარტაპ კომპანიად, იმიტომ რომ საზოგადოდ წარმოების ინდუსტრიაში 5 წელი საშუალოდ არის სტარტაპი. ეს იყო მესამე წელი მაისისთვის გასული წელი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავესწარეთ არაერთ საერთაშორისო გამოფენას, იმიტომ რომ ექსპორტი არის მაისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ 100%-ით ნატურალურ წვენს, ყველანაირი დანამატის გარეშე, მათ შორის შაქრის დანამატის გარეშე არის ეს პროდუქტი, შესაბამისად ითვლება ძალიან ჯანსაღად და სეგმენტი არის საშუალო პლუსი პრემიუმი, ანუ გააჩნია რომელ ქვეყანას ვუყურებთ. ამიტომ გასული წელი ერთ-ერთი ისეთი გარდამტეხი იყო, იმიტომ რომ წინა წლებთან შედარებით საცდელი საექსპორტო პარტიებიდან გადავედით სტაბილურ ექსპორტის პროცესზე, ზოგადად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და განსაკუთრებით ორ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან გადავედით რეორდერის, ანუ ხელახლა შეკვეთების და სტაბილური პარტნიორობის ეტაპზე. რაც გქონია, რომ პარამეტრიზაციის კუთხით ეს არის ალბათ ბრუნვაზე, მოგებაზე და ნებისმიერ მარჟაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ჩვენთვის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტი ნამდვილად მოსწონს. დაახლოებით წარმატების რა მაჩვენებელზე გვაქვს საუბარი, როდესაც საექსპორტო შედეგებს ვაჯამებთ და აი ეს ორი ქვეყანაც რომ ჩავშალოთ იქ რა პრინციპით ყავთ უკვე მუდმივი პარტნიორი, თუ ეს ასე ვთქვათ სავაჭრო ქსელების მიხედვით ირჩევა და სად რეალიზდება უკვე ადგილობრივ იქაურ ბაზრებზე, ასე ვთქვათ.
წარმოდობის კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელი საკმაოდ ბევრი გვაქვს, შესაბამისად განვითარების პერსპექტივა მაისს საკმაოდ დიდი აქვს. ალბათ ვიტყოდით, რომ საექსპორტო ჩვენი მოცულობიდან ამ ეტაპზე 30-35%-მდე გვაქვს მაქსიმუმ ათვისებული. შესაბამისად, ესე რომ ვთქვათ, ლუფტი არის დიდი და გზა კიდევ განვითარების გვაქვს. რაც შეეხება ჩვენ საექსპორტო პარტნიორებს, ესენი არიან ჩვენი იმპორტიორები და დისტრიბუტორები, უმეტესწილად, რომლებიც თვითონ შლიან ამ პროდუქტს როგორც ტრადიციულ რიტეილში, ასევე ჰორეკა სექტორში. ჩვენი ძირითადი პროდუქტი ეს არის 250 მლ-იან შეფუთვებში, შუშის შეფუთვებში წვენი. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი ჰორეკა სეგმენტისთვის, ეგრეთ წოდებული grab and go კონცეფციის კაფეებისთვის და ვხედავთ, რომ ის როგორც საქართველოში სხვათა შორის აქ აქტიურად თანამშრომლობთ Dunkin Donuts-თან, Subway-სთან და Wendy's-თან და მსგავს კონცეფციებში მაისის ტიპის და მაისის წვენი ძალიან კარგად იყიდება. აი ქართულ ბაზარზე ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ მინდა რომ ეს ექსპორტის ნაწილი, რაც პრიორიტეტია მათ შორის კომპანიისთვისაც, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მიმართულება, ამ შემთხვევაში ამ ორ ბაზარზე გვაქვს დღეს სწორება, გამომდინარე წარმატებისა, რაც დავინახეთ როგორც ისრაელის, ასევე ამერიკის მიმართულებით, თუ მათ შორის უკვე ჩნდება სხვადასხვა კერები, თუნდაც კონტინენტური, ასე ვთქვათ, სხვადასხვაობის თვალსაზრისით და აი ეს ორი ბაზარი რამდენად მაღალმსყიდველუნარიანია, რამდენად ყოველ შემთხვევაში ბრენდისთვის რა გამოიკვეთა ამ თვალსაზრისით, რამდენად მოგებიან ბაზრებზე გვაქვს საუბარი. ცალსახად ეს ორი ბაზარი, ანუ ისრაელი და შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ბაზრები ქართული პროდუქციისთვის. აქვე ხაზს გაუსვამ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზრებიც მოსახვედრად. შესაბამისად, ვისაც ესმის წარმოება, ვისაც ესმის რამდენად რთულია ისრაელის საბაჟო და იმპორტის რეგულაციები და მათ შორის შეერთებული შტატების რეგულაციებიც, მიხვდება რამდენად დიდი შრომა უნდა ყოფილიყო ჩადებული იმისთვის, რომ სტაბილური ექსპორტი სწორედ აი ამ ორ ყველაზე რთულ ბაზარზე განახორციელებინა კომპანიას. შესაბამისად, ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენს მიმდინარე BRCS სერტიფიკატთან ერთად, რომელიც სხვათა შორის გასულ წელსაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, იმიტომ რომ ხელახლა ჩატარდა აუდიტი, აუდიტი ხარისხის ტარდება ჩვენთან ყოველ წელს და გასულ წელს მივიღეთ შეფასება A+. და ჩემს ხელთან არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით ვართ ერთადერთი საწარმო საქართველოში წვენების მიმართულებით BRCS-ის სტანდარტის ქვეშ, რომელსაც აქვს A+-ის შეფასება, ესე ვთქვათ, ხუთოსნები ვართ ხარისხის ნაწილში. თუმცა ისრაელის ბაზრისთვის ჩვენ ასევე ავიღეთ ქოშერი, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო, იმისათვის რომ ზუსტად იმ პრემიუმ დახლზე მოვხვედრილიყავით რეალიზაციის ბაზარზე და ცალსახად შეერთებულ შტატებში ვერ შეიტან პროდუქციას თუ არ გაქვს FDA. შესაბამისად, მიზანი 25 წლის იქნება, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და კიდევ უფრო აი ეს პირველი ნაბიჯები, რაც გადავდგით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს ორი ბაზარი, თუმცა ამაზე არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით და უკვე გეგმაში გვაქვს გაფართოება აზიის მიმართულებითაც, ზუსტად ორ კვირაში მაისი იქნება წარმოდგენილი სინგაპურის გამოფენაზე. კვების პროდუქტების მიმართულებით, სადაც მოვთელავთ აზიის ბაზარს. წელს ასევე უკვე მეორედ ვიყავით Gulf Food-ზე, იმიტომ რომ Gulf-ის რეგიონი ზოგადად ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მარტივი კრიტერიუმებიც რო ჩამოვაყალიბოთ, უნდა იყოს სიცხე ქვეყანაში, მაღალი მსყიდველობით უნარიანობა, ლოგისტიკურად და სატარიფო იმპორტის რეჟიმით უნდა იყოს მიმზიდველი საქართველოსთან იმ ქვეყანასთან ურთიერთობა და სწორედ ესეთ ქვეყანაში ვხედავთ ჩვენ მაისს და ცალსახად ვაგრძელებთ ევროპის მიმართულებითაც აქტივობას. ამ ეტაპზე გერმანიაში იყიდება მაისი, მცირე რაოდენობით, თუმცა წარმოდგენილები ვართ და ამ მიმართულების წელსაც კიდევ უფრო გაფართოება გვინდა. აი, ამ ბაზრებზე, სადაც ხართ ამჟამად წარმოდგენილები, როგორი არის იქიდან უკვე კავშირი? რა პოტენციალს ხედავთ სამომავლო განვითარების თვალსაზრისითაც, ვიდრე ახალ ბაზრებზე ექსპანსიას დაიწყებდეთ? და აი, მათ შორის თუ არის უკვე გამოკვეთილი კონკრეტული სახეობები, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნა წამოვიდა? ძალიან საინტერესო კითხვა დამისვლიკა, თუმცა პასუხი ალბათ გრძელი იქნება, ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო. ყველა ბაზარს აქვს თავისი გემოვნური თვისება. ვერ ვიტყვით, რომ არსებობს რაღაც უნიფიცირებული გემოები. ცალსახად ფორთოხლის წვენი და ვაშლის წვენი ითვლება ერთ-ერთ ტოპ გაყიდვად წვენებად მსოფლიოში, თუმცა მაისი როგორც ბრენდი არ პოზიციონირდება მას წარმოების
პროდუქციის, ესე ვთქვათ, ნიშაში და არეალში, ხო? ჩვენ უმეტესწილად საინტერესო და განსხვავებულ ბლენდებს ვაწარმოებთ, აი ერთ-ერთი მათგანი არის ვაშლი ჯინჯერით, მაგალითად. კი, აი ეს უნდა მეკითხა სხვათა შორის, რომ მათ შორის აი ისეთ გემოებს ეთამაშებით, რომელიც აი წვენის ბევრი ვარიაცია შეიძლება გაგვესინჯოს, მაგრამ აი ვერაფერთან რო ვერ აკავშირებ და ეს რამდენად მიიღო იქაურმა ბაზრებმა? ეს იმ ბაზრის მოთხოვნაა, პირდაპირ ვიტყოდი, რომ იყო განსხვავებული და საინტერესო. ყველა ბაზარზე ხდება გემოს გარკვეული მოდიფიკაცია, თუმცა ხარისხი ყველგან არის თანაბარი. ანუ ხარისხი ის, რომ ეს არის შაქრის დანამატის გარეშე და ნებისმიერი დანამატის გარეშე წვენი, non-GMO მათ შორის, ეს არის, ესე ვთქვათ, ბრენდის ის ურყევი თვისებები, რომელსაც ვინარჩუნებთ ნებისმიერ შემთხვევაში და აი ამ კუთხით, ხარისხის კუთხით კომპრომისზე არასდროს არ მივდივართ. სხვათა შორის, როდესაც პირველად გავსინჯეთ ვაშლი ჯინჯერით, ჩვენ ვფიქრობდით, უკვე გაშვებული იყო ეს წვენი ექსპორტზე, ვინ დალევს ნეტავ ამ წვენს საერთოდ თქო რა და შემდეგ, როდესაც მივიღეთ ძალიან პოზიტიური უკავშირი, როგორც ერთ-ერთ ტოპ გაყიდვად კატეგორიაზე, დავიწყეთ ჩვენს გასინჯვა ხელმეორედ, მესამედ, მეოთხედ და შემდეგ ჩვენს მოგვეწონა სხვათა შორის ეს გემო და ეხლა ადგილობრივ ბაზარზეც მუშაობთ, რომ აი ეს განსხვავებული გემოები აქაურ ჩვენს პარტნიორებსაც შევთავაზოთ. იმისათვის, რომ ქართულმა ბაზარმაც ნელ-ნელა დაიწყოს დაგემოვნება და ვნახოთ როგორ მოეწონება ეს ქართულ მომხმარებელს. აი ქართულ ბაზარზეც მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად. გამომდინარე იქიდან რომ თქვენი ნიშა, რითაც შემოხვედით ბაზარზე არის აი როგორც ხაზი გაუსვით დასაწყისშივე 100%-ით ნატურალური პროდუქტი, ყოველგვარი დანამატების გარეშე, რაც თავის მხრივ ცხადია ისახება ღირებულებაზე. როდესაც აი ამ სტანდარტებს მიყვება კომპანია, შესაბამისად, აი იმ საფასო კატეგორიაში, რაშიც არის მაისი წარმოდგენილი. რამდენად ეს მორგებულია ქართულ ბაზარზე და რამდენად აქვს ამ ბაზარზე განვითარების პოტენციალი ბრენდს? განვითარების პოტენციალი ცალსახად ძალიან დიდი გვაქვს ადგილობრივ ბაზარზეც, იმიტომ რომ ჯანსაღი კვება ეს დღეს არა მხოლოდ დავარქვათ ტრენდი ან ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამდენად ძვირი შეიძლება ადამიანს დაუჯდეს შერყეული ჯანმრთელობა. ამიტომ მაისი ზუსტად აი ამ ღირებულებას უქმნის მომხმარებელს, ასევე საბავშვო სეგმენტზეც ვართ ძალიან აქტიურად წარმოდგენილები და აქ აუცილებლად უნდა გამოვყო ჩვენი კოლაბორაცია ადგილობრივად ჟირაფ ჟოზესთან, ვისთან ერთადაც კოლაბორაციაში შევქმნით ორი განსხვავებული მაისის წვენი. ეს არის ერთდროულად დაბრენდილი, ესე ვთქვათ, პროდუქტი და ძალიან აქტიურად ვშლით აი ამ პროდუქტს დღეს ქსელში, საქართველოში ამ ეტაპზე. ფასის კუთხით აქაც აღნიშნავ, რომ ეს არის საშუალო პლუსის სეგმენტი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც პროდუქტი მზადდება ჯანსაღი პროდუქტისგან, თანამედროვე ტექნოლოგიით და მას არ ემატება ის ქიმიკატები, დავარქვათ, რაც როდესაც პროდუქტს ყიდვისას ამოვატრიალებთ ეტიკეტზე უკანა მხარეს მთელი ესე ვთქვათ კასკადია, ხო, სხვადასხვა ემულგატორების, ის ვერ იქნება შესადარისი ფასის კუთხით მოდით იმავე კატეგორიაში, თუმცა სხვა ხარისხობრივი თვისებების მქონე პროდუქტთან, რომელშიც არის ძალიან ბევრი საღებავი, ძალიან ბევრი შაქარი და ძალიან ბევრი სხვა მავნე ნივთიერება. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ქართველი მომხმარებელიც ნელ-ნელა მეტი კომუნიკაციით და მეტი გათვისნობიერებულობით უფრო მეტად დაიწყებს აი ამ საკუთარი, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე და სიჯანსაღეზე ზრუნვას. ვინ არის დღეს მაისის მთავარი კონკურენტი? ეს არიან ადგილობრივი მწარმოებლები თუ ასე ვთქვათ იმპორტირებული პროდუქტი? ჩვენ მოდი ესე ვიტყვით, საქართველოში ძალიან ბევრი არის იმპორტი. სამწუხაროდ ჩემთვის ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ არა მხოლოდ წვენების კატეგორიაში, არამედ ზოგადად ჩვენ ვართ საკმაოდ დიდი იმპორტ დამოკიდებულების მქონე ქვეყანა, რომელსაც ალბათ ყველამ ერთად თუ რაღაცნაირად არ ვუშველეთ, ეს ტრენდი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არის. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, აქაც არიან საკმაოდ კარგი კომპანიები წარმოდგენილები, ყველა თავის ნიშაში, თავის სეგმენტზე, თავისი პროდუქტის ნიშან-თვისებებით წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყოდით, რომ მაის
ანალოგიან პირდაპირ კონკურენტი შეიძლება ყავდეს, შეიძლება იყოს წარმოდგენილი კომპანიები, რომლებიც მაგალითად ბიოპროდუქციასაც აწარმოებენ, ან რომლებიც მაგალითად წვენის შემცველ პროდუქტებსაც აწარმოებენ. თუმცა ერთიანობაში გონია, რომ ეს შეთავაზება, რაცაც ქართველი მწარმოებლები თავაზობენ თუნდაც ადგილობრივ ბაზარს, არის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ამიტომ კონკურენციის კუთხით მე სიტყვა კონკურენცია ძალიან არ მიყვარს და მას ვანაცვლებ ყოველთვის კოლაბორაციით და სხვათა შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვაწარმოებ კომუნიკაციას, დავარქმევდი ამას სხვადასხვა მეზობელ მეწარმეებს ვეძახით, ესე რომ ვთქვათ ერთმანეთს, სადაც განვიხილავთ, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად, რა შეიძლება გავაკეთოთ უფრო ეფექტურად, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე საექსპორტო მიმართულებით და მე ძალიან მახარებს, რომ ამ კუთხით მზაობა ერთ სექტორში მყოფ კომპანიებს დღეს აქვთ საკმაოდ დიდი და ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენ არა ვართ ერთმანეთის კონკურენტები, არამედ ჩვენ რაღაცნაირად უნდა გავაერთიანოთ რესურსები იქ, სადაც ეს არის შესაძლებელი, იმისთვის, რომ შევეჭიდოთ უფრო დიდ ბაზრებს და ვიყოთ ამისთვის მზად, ვიდრე ვთქვათ ადგილობრივად რაღაც 100 მაღაზიისთვის ვიბრძოდეთ და ვიფუჭებდეთ ხასიათს, ესე ვთქვათ. ხო, რა არის მაშინ, მოდი ასე გკითხავთ, ის მთავარი დაბრკოლებები, გამოწვევები, რაც თუნდაც ამ გაერთიანების პროცესში გეღობებათ წინ და ზოგადად მაინც იმ განვითარების ტემპებს ვერ კრებს კომპანია, რაც უნდა და რაც აქვს მიზნად დასახული. ზოგადად ბაზარს რომ შევხედოთ და არა ვთქვათ კონკრეტულად მხოლოდ მაინც. როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობთ, ზოგადად მე არასდროს არ მიყვარს ეს სიტყვა გამოწვევა პრობლემის ხსენება, როგორც ესეთი, იმიტომ რომ მოუგვარებელი არაფერი არ არის. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ალბათ დღეს არის და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ანუ ამ სექტორში ძალიან ბევრი ფიქრობს და საუბრობს ამ თემაზე, არის მოდი ესე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რიტეილერებთან, ქსელებთან, იმიტომ რომ როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობთ, ძალიან რთულია შენს უცხოელ პარტნიორს მაღალ მატერიებზე ესაუბრო, როდესაც შენი პროდუქტი შენ ქვეყანაში არ არის გაშლილი სწორად და კარგად. ისევ პრობლემასთან მივდივართ. პრობლემა არ გვიყვარს, მაგრამ იმ ბიუროკრატიაზე, იმ სირთულეებზე გამოწვევა დავარქვათ შესვლას უკავშირდება. ეს როგორც სხვათა შორის მაისტენ არა, როგორც სავიდან და საკონსულტაციო ბიზნესიდან, მე ვიტყოდი ესე რა, რომ ალბათ ორივე მხარეს არა მარტო ქსელებს, არამედ მწარმოებლებსაც ერთმანეთის მიმართ ახასიათებს გარკვეული ისტორია, ხო? ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთზე ისაუბროს, ვის რა მოეწონა, ვის არ მოეწონა, ვისაც შეეშალა, ვინსად რაღაცაც უნდა გაეკეთებინა, არ გააკეთა, მაგრამ ცოტა ხანი ეს რო გადავდოთ გვერდით და დავივიწყოთ ის რა იყო გუშინ წინ და 10 წლის წინ, დღეს ვართ ამ მოცემულობაში, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოების მიმართულებით ამ ქვეყანაში განვითარდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ იმპორტ დამოკიდებულების ნაწილში რაღაც ტრაექტორია კონდეს აღებული, ამისათვის ცალსახად გვჭირდება ამ რეალიზაციის არხებთან დავარქვათ ამას ჯანსაღი ურთიერთობა და სწორი დიალოგი. ამის გარეშე პროცესი არის გამორიცხული. ამიტომ კარგი მედიაციას ვისურვებდი ამ პროცესში, რომ რაღაც ასოციაცია იქნება ეს თუ რომელიღაც სახელმწიფო ინსტიტუტი რაღაცნაირად შუამდგომლობის ნაწილში იყოს ჩართული, რომ კარგად მოусმინოთ ერთმანეთს. ვის რა პრობლემა აქვს, ვის რა საკითხი აქვს და რაღაცნაირად იყოს ერთხელ და სამუდამოდ თანმიმდევრულად გადაჭრილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვანაირად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწარმოებლისთვის ქართული ბაზარი ვერ იქნება ექსპორტის ჩამონაცვლებელი, გამორიცხულია რომ იყოს მასშტაბიდან გამომდინარე, სანამ გავიხედავთ სხვა დიდი ქვეყნებისთვის, სადაც შეიძლება რომ ეს პროდუქტი იყოს საქართველოში სწორად წარმოჩენილი, იქ აუცილებლად უნდა იყოს. ამიტომ ალბათ ვიტყოდი რომ ეს საკითხი რომ მოგვარდეს, ბევრი სხვა საკითხი ამას უკვე ავტომატურად მოყვება მოგვარებულად.
ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ და იმედი მაქვს რომ არ ვიცი, ალბათ მუშაობთ კიდეც რაღაცა კოლაბორაცია გექნებათ ერთმანეთთან მწარმოებლებს რომ რაღაცა ეს სურვილები უკვე რეალურ ქმედებებშიც გადაითარგმნოს და შემდეგ რაღაცა ვიხილოთ უკვე ეფექტიანი უკუგება აი ამ კოლაბორაციის თვალსაზრისით. ალბათ სფერო აქტიურად არის ჩართული, უბრალოდ მარტო სფერო არ არის აქ საკმარისი, ანუ ამის თქვა მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც ერთიანად იყოს შუაში ესეთი ქმედითი და ეფექტური რგოლი, რომელიც აი ამ კომუნიკაციაში კიდევ უფრო ესე რომ ვთქვათ დაგვეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მე შეიძლება მესმოდეს ორივე მხარეს, რატომ იყო და არის რაღაც წუხილები, ხო? ეს არასდროს არც ერთი გამოწვევა და პრობლემა ცალმხრივი არ არის, ანუ ამის არ მჯერა რა, რომ ერთი მხარე არის 100%-ით მსხვერპლი და მეორე მხარე არის ყველაფერში დამნაშავე, ესე არ ხდება. თუმცა უნდა გავარკვიოთ, როგორ შეიძლება რომ დღეიდან ვიყოთ უფრო ეფექტურები ერთმანეთისთვის. აი, ეს არის ალბათ ჩემი სურვილი. რამდენიმე წამიღა დაგვრჩა და მინდა რომ აი მოკლედ შევაჯამოთ რა არის მაისისთვის გაწერილი გეგმა მიმდინარე წლისთვის, რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან. ცალსახად უნდა ველოდოთ მეტი საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ეს იქნებოდა ალბათ ჩვენი და არის ნომერ პირველი გეგმა და ასევე ვიტყოდი ღირებულებათა ჯაჭვში ჩვენ ვართ სადღაც შუაში ამ ეტაპზე, ხო? ანუ ვაწარმოებთ ერთი კატეგორიის საინტერესო პროდუქტს. წლის ბოლოს მინდა რომ გუნდს ჰქონდეს უკვე კონკრეტული გეგმა, აი ამ ღირებულებათა ჯაჭვში რა მიმართულებით გავაგრძელებთ განვითარებას. აქვე ვიტყო რომ ჩემი დიდი სურვილია ბაღების დონემდე ჩავიდეთ და ინტეგრირდეთ მთლიანად, რა და რამდენიმე წელიწადში ბიოპროდუქტის გამოუშვოთ. თუმცა ნახოთ, განვიხილავთ ყველას შესაძლო საინტერესო სცენას. მოვიკითხავთ წლის ბოლოს აუცილებლად ეს ჩანაფიქრი რა ფორმას და რა კონტურებს გამოკვეთს და ცხადია შემდეგ თქვენს განვითარებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მუდმივად მზად ვართ რომ თვალყური მივადევნოთ და შემდეგ ჩვენ საქმიან მაყურებელსაც გავუზიაროთ. ცხადია მარიამ ქოიავა, მაისის დამფუძნებელი, ასევე თავის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.